ნაირად დაგეხმარებიან. სინდისი, ნამუსი, ღირსება არ უნდა დაკარგოს არავინ. გინდა პროკურორი იყოს, გინდა პოლიციელი იყოს და გინდა ადვოკატი, ხო? არავინ ეს არ უნდა დაკარგოს. სპეციალური განცხადება უნდა გავაკეთო. 2-3 დღის უკან ვიყავით აჭარაში. მე მინდა აჭარაში ვიყავით და გადავედით თურქეთში გასვენებაში ვიყავით და რაღაც ჩვენი საქმე გქონდა. მე მინდა ყველა აჭარის პატრულის თანამშრომელს დიდი მადლობა გადაუხადო. მე მინდა ყველა მებაჟეს დიდი მადლობა. იმ გოგო ბიჭებს ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მე მინდა აჭარის პოლიციის იმის პატრულის უფროს დიდი მადლობა გადაუხადო. აჭარის პატრული რო იყო საბაჟოზე, აი გაგიხარდებოდა რა. ყველა ფორმა ჩაცმული, კარგი მანქანებით. აი როგორ თქვენ გაცვიათ ახლა ფორმა, ესე ეცვა ყველა გოგო ბიჭებს და დავინიშნე დრო, საზღვარს რამდენ ხანში გავივლიდი. დაიჯერებთ, საზღვარს რამდენ ხანში გავივლიდი და მივედი თუ არა, პატრულის თანამშრომელი დამხვდა და საათი დავინიშნე და აი მართლა გეუბნებით, აი კაცურად გეუბნებით, რომ მე საბაჟოზე 2 წუთის მეტი არ გავჩერებულვარ. ახლა თურქები რო გადმოდიოდნენ, ჩვენი ადამიანები რო გადადიოდნენ, ყმაყოფილები იყვნენ, იმიტომ რომ მეც სიამაყით ვიყავი ესე, რომ იქ თურქეთში გაცილებით პრობლემაა და ჩვენ ტერიტორიაზე ჩვენი პატრული რო ხდება კაცურად და ჩვენი გოგობიჭებია ეს თანამშრომლები, მებაჟეები რო ხდებიან, ესე ტყუილია, მე გეუბნები. ძალიან ახალგაზრდებიც ნახე და ამისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით. აი ესე უნდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დიდ მადლობას გიხდით. ბატონო კოტე, ხო არ დაამატებდი რამეს? ერთი მივცეთ. მოგესალმებით, პირველ რიგში თეონას უროცა დღევანდელ დღეს. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. იცოდეთ, ბატონმა სწორი თქვა, რომ ერთი გუნდი როცა ხართ, ძლიერები ხართ და გამომდინარე აქედან, ჩვენი იმედიც გქონდეთ, ყველაფერს ჩვენად შეგვიძლია დაგეხმარებით და ადამიანებს მიმართა, რომ თავარია, რომ სწორ ადგილას მოხვდეთ და ეს არის ის ადგილი, სადაც ნამდვილად დაგეხმარებიან თქვენი პრობლემის მოგვარებაში და წარმატებებს გისურვებთ და ამ გუნდსაც წარმატებებს უსურვებთ. ბატონებო და ქალბატონებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. ჩვენ კიდევ ერთჯერ შევიკრიბეთ, დავამატეთ კიდევ თანამშრომლები და ჩვენი გეგმა არის გაფართოება ძალიან მალე 3-4 რეგიონში, როგორც მათემოტორსი გაიხსნება რეგიონებში, ესე გაიხსნება იურიდიული